საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ რუსთაველის გამზირზე და დაიკავეს საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ არსებული ტერიტორია. კვლავ გაისო ცენტრალური გამზირი მოქალაქეებით და უწყვეტის პროტესტის 78 დღეს აქ შეკრებილ დემონსტრანტებს უცვლელი მოთხოვნები აქვთ ჩაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და სამართლიან ჩატარდეს კენჭისყრის პროცესი, ასევე პატიმრობიდან გათავისუფლდნენ ის პირები, რომლებიც დააკავეს 28 ნოემბრიდან დღემდე მიმდინარე პროევროპული დემონსტრაციების ფარგლებში, ასევე ის პირები, რომლებიც დააკავეს ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციების განმავლობაში 2024 წლის აპრილსა და მაისში 53 პირი იმყოფება საპატიმრო დაწესებულებაში. მათ ემუქრებათ მრავალწლიანი პატიმრობა, მათ შორის არის ჩვენი კოლეგა ავტორიტეტიანი გამოცემების ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელიც პროტესტის ნიშნად 33 დღეა შიმშილობს და იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში. აქ მოსვლამდე მოქალაქეთა ნაწილი შეიკრიბა ასევე საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან და მოითხოვა ეთერის დათმობა რიგითი მოქალაქეებისთვის. ისინი მიიჩნევენ, რომ სწორედ საზოგადოებრივ მაუწყებელი არის ის პლატფორმა, საიდანაც უნდა ისმოდეს მკაფიოდ საზოგადოების ხმა, მათ შორის არიან დევნილები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ასევე რიგითი მოქალაქეები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვეყანაში შექმნილია პოლიტიკური კრიზისი, ასევე სოციალური და ეკონომიკური პრობლემები მრავლად არის მათი შეფასებით ქვეყანაში. ქართულ ოცნებას უნდა საზოგადოების გაყუჩება და არა მშვიდობა რეალურად. ამ გაყუჩების საშუალებით უნდათ თავიანთი პრივილეგიების, მეტი პრივილეგიების მოხვეჭა, იმისთვის რომ თავიანთი ძალაუფლება გაიმტკიცონ. რესურსი, რაც გვაქვს საზოგადოებას, ერთმანეთის მხარდაჭერის, ერთმანეთის ზრუნვის რესურსი, რაც გვაქვს, ხო? ეს უფრო მეტად იჩენს თავს, მეტად ხდება ხილვადი ეს რესურსი, რომელიც შეიძლება ბოლო 3 ათწლეული დაფარული იყო. მაგრამ აი დღეს რუსთაველზე ქართული საზოგადოების, საქართველოს მოქალაქეების ეს რესურსი, ნამდვილი მოქალაქეობის და სახელმწიფოს მოხვეჭის, ასე ვთქვათ, განზრახვა ხორციელდება აქ. საქართველოს მასშტაბით პროტესტი დაიწყო მაშინ, როცა უკანონო კანონების მიღება დაიწყეს ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ, რომელიც ემსახურებოდა ადამიანების რეპრესიას, ჩაგვრას. მას მერე ფაქტობრივად ჩვენ არჩევს უართ სახლში შემდგომ იყო არჩევნები, რომლებიც ასევე ოლიგარქმა მიიტაცა და წაგვართვა. ეს ადამიანები, რომლებიც ახლა დაკავებულები არიან, ითხოვდნენ ხელახალ არჩევნებს, ამ მოთხოვნას ახლა დაემატა უშუალოდ მათი გათავისუფლებაც, ისინი არიან უკანონო პატიმრები. ჩვენი აქ ყოფნა არის მათი გაძლიერება. მე ვახმოვანებ დღეს საბას ხვიტარიძეს, რომელიც აწამეს დაკავების შემდეგ და უბრალოდ მორალური უფლებაც კი არ გვაქვს, რომ სახლში წავიდეთ, დავიშალოთ და ეს ადამიანები დავტოვოთ ტყვეობაში. არ გვინდა რუსეთი, არ გვინდა, დაგვანებონ თავ. ჩვენ გვინდა ევროპა, გვინდა განათლება, გვინდა მეტი. რატო უნდა თვითონ მაგნებს დოლარები და ევრო? რატო არ უნდა რუსული ფული? მეტი რა თქვა შვილო? თქვენთვის გვინდა ჩვენ მომავალი, თორემ 70 წლის კაცი ვარ და შეიძლება 2-3 წელიწადში მოვკვდე. იმიტომ გევარ ახანი. უწყვეტი პროტესტის 78 დღეს შეკრებილი მოქალაქეები აცხადებენ, რომ ქართული ოცნების ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებები მათთვის არის რეპრესიული და მიიჩნევენ, რომ სწორედ აი ამ საკანონმდებლო ცვლილებების შემოღების მიზანი რეალურად არის პროტესტის ჩახშობა, თუმცა ისინი ასევე აცხადებენ, რომ არ აპირებენ გაჩერებას და საბოლოო მიზნის მიღწევამდე, ანუ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშნვამდე და პატიმრობიდან დაკავებულთა გათავისუფლებამდე არ აპირებენ არც დაშლას და არც პროტესტის შეწყვეტას. ისინი აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია ქუჩის პროტესტი გაგრძელდეს იმისთვისაც, რომ მკაფიოდ ესმოდეთ საერთაშორისო პარტნიორებს ქართველი ხალხის ხმა, რომელიც იბრძვის უკვე 80 დღე, თითქმის 80 დღეა თავისუფალი, ერთიანი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის.